მოგესალმებით, ჩვენ ვიყოფებით გორში, სასათბურე მეურნეობაში, სერგოსთან, რომელიც გამოიყენა ჩვენი გროუბეგები და ეხლა მოგვიყვება თავის გამოცდილებას, თუ რა გაიარა, როგორ მიიღო შედეგები. აი სერგო, პირველ რიგში რამ გადაგაწყვეტინა, რომ ვთქვათ, ეცადა ეს ახალი გაზრდის საშუალება მცენარის. პირველ რიგში გადაგვაწყვეტინა იმან, რომ წლებია უკვე ჩვეულებრივ გრუნტზე მოყავს რესურსი, ნიადაგმა ამოწურა უკვე თავისი. მე კიდე რაც რო გადის ახლა ხო ხდები, ფიქრობ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, მეტად განვითარებაზე და მოვედით თქვენამდე ამ მიზეზით, რომ რაღაც უნდა შეგვეცვალა რა, ნიადაგთან დაკავშირებით და თქვენ ეს ვარიანტი შემოგთავაზეთ. ფაქტიურად სატესტო ვარიანტია, მაგრამ ერთი თვის თავზე უკვე შედეგი სახეზია, ფაქტიურად გარკვეულია მომავალიც, იმიტომ რომ ერთ თვის თავზე ესეთი განვითარება და შედეგი მოლოდინიც იყო რა, სიმართლე რო ვთქვა და ის მოლოდინი რაც შეიქონდა, კი, გამართლებულია რა, მეწილად და თავარი რაც არის კიდე სასუქების რაოდენობაც ფაქტიურად მესამედ დოზებს ხმარობთ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ბოლო ჯამში. და შემდეგ კიდე ხა სოკოვანი დაავადება არა გვაქვს, რაც ქონდა ხოლმე ნიადაგებში და უკვე დაბინძურებული იყო ჩვენი ნიადაგები, იმიტომ რომ წლების განმავლობაში მოიხსენება თუ რესურსი წურავს ნიადაგი და თან ნაკელი შემოქონდა, ნაკელებული მეთოდით და 1000 რამე შემოძდევდა რა და აქედან გამომდინარე, რავი, თქვენამდე მოვედით და შედეგი კი სახეზეა რა. იცი რა მაინტერესებს, აი დაახლოებით შევადარებ, ვთქვათ, შრომით, უშუალოდ შრომის რესურსისთან დანახარჯი რამე სახით თუ დაგიზარდა. ხო, არა, რა თქმა უნდა, ეგეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, იმიტომ რომ ამ ნიადაგის დამუშავებაზე უშუალოდ მე ამის კვლევის მომზადება დამატებით მუშახელს მოითხოვს. მე იქ სარეველები გვაწუხებდა, მოგესალმებით ხა ნაკელს 1000 რამე შემოძდევს, იმათთან ბრძოლა. ეგ ყველაფერი ფაქტიურად მოგვარებულია და აი დანახარჯებით შემცირებულია უკვე რა, პირდაპირ გამოსდებული შემოგვაქვს ვალაგებ და საჭიროა მარტო დარგვა რა მცენარის და დანარჩენი მოვლა უკვე ჩვენზეა რა. კი ბატონო. ძალიან ბევრს აინტერესებს ზოგადად შედეგები, ძალიან ბევრს აინტერესებს და კი, ნებისმიერი ადამიანი, რავი, ნებისმიერი დაინტერესებული, რავი, მობრძანდეს, ნახოთ შედეგი ყოველდღიურ რეჟიმში, მეც ვაკვირდები, ჩანაწერებს ვაკეთებთ. გრუნტში რაც გვიწევდა, რასთან ბრძოლა, ამასთან როგორ არის, ამასთან სხვა მიდგომა არის, ეს მორწყვა იქნება, კვება იქნება, თუმცა რაღაც ვახსენე დანახარჯების ვარიანტში მინიმალური რაოდენობა იხარჯება სასუქებისა, ვიდრე ჩვეულებრივ გრუნტში რა. აი რას ფიქრობ შე რა მოლოდინი, ეს საშუალოდ ერთ წელზე რამდენს მოკრიფავ? ეხლა ეგ როგორი რამეა, იცი, დამოკიდებულია ხოლმე პირველ რიგში ჯიშებზე, არის სხვადასხვა ჯიშები, რომელიც მეტრის ხმიერობით გამოირჩევა, არის ზოგი ნაკლების ხმიერობით გამოირჩევა. თუმცა ეს ჯიში, რომელიც ჩვენ შერჩეული გვაქვს, ჩვეულებრივ გრუნტში 7-8 კილოს ვკრიფავდით რა. რა თქმა უნდა, სასუქებიდან ერთად დახმარებით რა და რავი, ხა აქ განვითარებიდან გამომდინარე, ამ ხმიერებიდან გამომდინარე 12 კილოზე მაინც გვექნება პრეტენზია რა და 10-დან 12 კილომდე რა. იმ დანახარჯით რაც შენ უშუალოდ ამ პროდუქტში გაწია, ფაქტიურად ამოღებული გექნება რა. კი. როგორც მივხვდი, სადღაც ეს არის 28. კი ბატონო, ერთ თვისა არ არის. თვისა არ არის და ნიადაგთან შედარებით მოკრიფავ დაახლოებით 10 დღით ან 2 კვირით ადრე. 2 კვირით ადრე, 10 დღით ადრე და 10 დღე ძალიან ბევრს ნიშნავს კომერციულ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია. მით უმეტეს არასეზონია და ფასები მოიხსენებათ ხა ყველა მოსწრებაზეა რა და სათბურის თავარია დროში ჩაეტიოს საჭება მოკლევადაში მიიღოს მაღალი რა თქმა უნდა მოსავალი. სათბურის ეფექტი ეგ არის რა. ძალიან კარგი არის რა, ძალიან მიხარია რომ რავი, აი დავაგვირდით კიდე 1 კვირის შემდეგ რა იქნება, 2 კვირის შემდეგ და თუ 1 კვირაში ფაქტიურად კრებსაც დავიწყებთ ნიანელა უკვე ეტაპობრივად რა. ჩვენ ჩამოვართ და დავესწრებით კიდევ. კი ბატონო, დავაგებინოთ. კი ბატონო, დიდი მადლობა. ბიოლოგიურზეც გვექნება პრეტენზია. ბატონო, არჩეულებრივი სათბური გაქვს. მე კიდე ერთხელ აღნიშნავ წარმატებები და ბევრი მოსავალე. აი ხარ, მადლობა თქვენს.